19 საათი გმირთა მოედანი სწორედ ასეთი არის იმ ადამიანების გეგმა, რომელმაც პროტესტის 304 დღეს გაუძლეს და ამბობენ, რომ აუცილებლად მომდევნო დღეების განმავლობაშიც იგივე შემართებით იბრძოლებენ, როგორც ეს ხდებოდა წინა დღეებისა და თვეების განმავლობაში. დღეს გმირთა მოედანზე იდგებიან დევნილები, აქციის მონაწილეები, ასევე პოლიტიკოსები და ყველა ის ადამიანი, ვინც ფიქრობს, რომ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი არის ძალიან მნიშვნელოვანი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ისინი მკაფიო ხაზს უსვამენ იმას, რომ შესაძლებელია ირაკლი კობახიძე ან ქართული ოცნების სხვა წარმომადგენლები მუდმივად აქცენტირებენ იმაზე, თითქოს ეს პროტესტი არის მილევად რეჟიმში, თუმცა არ წმუნებენ მათ შორის ბიძინა ივანიშვილის გუნდის ნებისმიერ წარმომადგენელს, რომ ეს პროტესტი არათუ მილევად რეჟიმში არ გადადის, არამედ გაცილებით უფრო ცხელი იქნება დაანონსებული შემოდგომა, ვიდრე ეს იხილა საზოგადოებამ წინა კვირების განმავლობაში. ასევე ის ადამიანებიც შეუერთდებიან დღევანდელ აქციას, ვინც იბრძოდა აფხაზეთში და ზოგადად ვინც ძალიან კარგად იცის თუ როგორი სასტიკი არის ქართული ოცნება იქიდან გამომდინარე, რომ ის ცდილობს საქართველოს დააშოროს ევროპას და ის რუსულ რელსებზე გადაიყვანოს. ამიტომ ყველა სათქმელი დღეს არის ერთი, რომ რუსეთი არის ოკუპანტი და ამ ქვეყნის მომავალი აუცილებლად იქნება ევროპული, ისეთი როგორიც ქართულ ხალხს სურს და არა ისეთი როგორიც ქართულ ოცნებას სურს. ყველამ უნდა იცოდეს, რომ აფხაზეთი 32 წლის წინ დაეცა, მაგრამ ის არ დაკარგულა, იმიტომ რომ ის არის ჩვენ ვიბრძვით ისევ მისთვის და აფხაზეთი იცოცხლებს და განაგრძობს მის ისტორიულ მოღვაწეობას საქართველოს ფარგლებში, იმიტომ რომ ის არის ჩვენი ტერიტორია, ის არის ჩვენი კუთვნილება და ჩვენ მხოლოდ მაშინ მოვიხდით ბოდის, როცა აფხაზეთს დავიბრუნეთ და ამ ბოდის მოვიხდით ჩვენი ეროვნული გმირების წინაშე და მანამდე როგორც გურამ გაბისკირია იყო და არაძოს ხორებაში, იმიტომ რომ ჩვენ დაკარგულად არ ჩავთვლით იმას, რაც ჩვენნებით არ დაგვითმია. უნდა ვთქვათ ყოველთვის ყველა დღეს და მნიშვნელოვანია რომ 27 სექტემბერს იყოს სოხუმის დაცემის დღეს, ვთქვათ ის რომ რუსეთი არის ჩვენი მტერი, ჩვენი მეგობარი და მშვიდობის გარანტი არის ნატო და ევროკავშირი და აუცილებლად ჩვენი მთავარი მიზანი, რაც არის ქართველი ერის ოცნება, შეიძლება ითქვას, ეს არის სოხუმში დაბრუნება და ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება. ამ მიზნისაკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგათ, მათ შორის იმით, რომ 4 ოქტომბერს გამოვიდეთ და ვებრძოლოთ ქართულ ოცნებას და მოვიპოვოთ გამარჯვება. მიზანი არის ის, რომ ჩვენ პატივი მივაგოთ ჩვენი ქვეყნის გმირებს, ადამიანებს, რომლებმაც ეს ქვეყანა აქამდე მოიყვანეს, რომელთაც წყალობითად ჩვენ გვაქვს დამოუკიდებლობა და თავისუფლება. ამ ადამიანებს უნდა მივაგოთ პატივი, ეს არის მთავარი მოტივი, იმიტომ რომ ამას არ აკეთებს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება და ეს პასუხისმგებლობა გვეკისრება ჩვენ ადამიანებს, რომლებსაც ეს ქვეყანა გვიყვარს და ამ ქვეყნის თავისუფლება გვინდა. მე დღესაც ვხვდახე, აი აქ შეკრებაზე 50-ზე გაცილებით მეტი ადამიანი იყო, მით უმეტეს ახალგაზრდები, რომელთაც აფხაზეთის გზა არ დავიწყებიათ. და ყველა უნდა დაუფიქრდეს მით უმეტეს მთავრობის ხელმძღვანელი თუ რას ლაპარაკობს. ეს პოლიტიკური თემა არა, ესენი მიდიან რაზე. აფხაზეთის თემასთან დაკავშირებით, მით უმეტეს დღეს არის 27 სექტემბერი. ჩვეულებრივი მოქალაქეები არიან, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ვისაც ახსოვთ აფხაზეთი და უნდათ აფხაზეთში დაბრუნდეთ. პროტესტი, რომელიც 300 დღეზე მეტია მიმდინარეობს, დღეს ახალ ფაზაში გადადის. ჩვენი ქვეყნის პროევროპულად განწყობილი მოქალაქეები სიმბოლურად 27 სექტემბერს შეიკრიბებიან გმირთა მოედანზე და ქართულ ოცნებას ხმამაღლა ეტყვიან იმას, რომ შესაძლებელია ბიძინა ივანიშვილის გუნდის წარმომადგენლები ყოველდღე ერთმანეთის მიყოლებით უფრო მეტად მოღალატეობრივ განცხადებებს აკეთებენ, თუმცა ამის პარალელურად ქართული ხალხის განწყობა ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალთან დაკავშირებით არის უცვლელი, ამიტომ ისინი კიდევ ერთხელ შეახსენებენ როგორც ივანიშვილის გუნდს, ასევე ჩვენი ქვეყნის დასავლელ სტრატეგიულ პარტნიორებს, რომ საქართველოს იყო, არის და მომავალშიც იქნება ევროპული ღირებულებების ერთგული ქვეყანა, რასაც ვერც ქართული ოცნება და ვერც სხვა ძალა ვერ შეცვლის.